იგავ არაკები. სულხან საბა ორბელიანი. უნებლიე მკითხავი. იყო ერთი კაცი, რომელსაც მეტად ავი და კაპასი რძალი ჰყავდა. საბრალს ყოველდღე ლანძღვაგინებით იკლებდა. უყვირო და წადი ფული იშოვე და მომიტანი, თუნდაც იქურდე. ჩემთვის სულ ერთიაო. კაცი ემუდარებოდა. ნუ მაიძულებ ქურდობასო. მაგრამ რძალი არ ეშვებოდა. ერთ დღესაც დამწუხრებული კაცი გარეთ რომ დახეტიალობდა, 7 აქლემი დაინახა, რომლებიც ძვირფასი აბრეშუმით იყვნენ დატვირთულები და პატრონი არ ახლდათ. კაცმა აქლემები ტყეში წაასხა და გადამალა. რომ მობრუნდა გზაზე, მათ პატრონს გადაეყარა. პატრონმა კაცს უთხრა: 7 აქლემი დავკარგე და თუ მოპოვნინებ, ერთ აქლემს, რაც აბრეშუმი ჰკიდია, შენ გაჩუქებ. კაცმა უპასუხა: დანახვით არ დამინახავს, მაგრამ ისეთი მისნობა ვიცი, ჩემნაირი მეორე არ იქნება. ახლავე შევიტყობ, სად არიან შენი აქლებებიო. მერე უბნიდან ერთი ძველი წიგნი ამოიღო. აქედან სამისნო წიგნიაო. შიგ ვითომ რაღაცა მოიკითხა და უთხრა: შევიტყვე, სადაც არიან, წამომყევი გაჩვენებო. და სულ სხვა გზით წაიყვანა. თან გზადაგზა უყვებოდა, რასაც მისნობით შეიტყობდა. ხან ეუბნებოდა: ხედავ, ვიღაც კაცებს მეყავთო. ხან რას არიგონებდა, ხან რას. აქლემების ადგილ სამყოფელს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა: ჩემი მისნობით შევიტყვე, რომ იმ კაცებს აქლემები აქ დაუტოვებიათ. ალბათ მიხვდნენ, რომ მივდევდითო. და აჩვენა გადამალული აქლემები. პატრონმა როგორც შეჰპირდა, ერთი საპალნე აბრეშუმი მისცა. წამოიღო კაცმა ეს აბრეშუმი და წამოვიდა. შინ რძალმა საჩუქრით ხელდამშვენებული მაზლი რომ დაინახა, დიდად გაიხარა. რას კეთილი მაზლი ხარ, სულ ასე მოიქეცი ხოლმეო. სწორედ იმ ხანებში ხელმწიფემ თავისი საყვარელი ძვირფასი ქვა დაკარგა. შეიქმნა დიდი ძებნა და კითხვა გამოძიება. მეაქლემე კაცმაც შეიტყო ეს ამბავი, ეახლა მეფეს და მოახსენა: მეფეო, ამ ცოტა ხნის წინ 7 აქლემი დავკარგე და გზაში ისენ მკითხავს გადავეყარე, იმ დღესვე მაპოვნინა. მეფემ გაგზავნა მსახურები, მოძებნეს ახალი მისანი და ერთ დარბაზში დასვეს სხვა მისნების გვერდით. ამ დროს ერთმა მონამ მათთან ოქროს ყუთით რაღაც შემოიტანა და თქვა: რომელი თქვენგანიც გამოიცნობს რა დევს ამ ყუთში, თილისიმაც ის იპოვის. ატყდა მითქმა მოთქმა. ერთმა მისანმა თქვა: პატიოსანი თვალი უნდა იყოსო. მეორე: მარგალიტიო. ზოგმა რა დაასახელა, ზოგმა რა. ბოლოს ახალ მისანსაც კითხეს. კაც თავისი კაპასი რძილის ლანძღვაგინება წამოუდგა თვალწინ და მწარე დამოიოხრა: ვაი ჩემო რძალო, რა ტყუილად მომკალიო. მეფემ მისი სიტყვები რომ გაიგონა, სიცილით თქვა: გამოიცნო და ეგ არისო. თურმე იმ ყუთში კალია ჩაესვათ. კაცი ნათქვამი უბრალოდ მომკალიო, ფრთიან სიტყვად მიიჩნიეს და ახალი მისანი დიდი პატივით წარბრძანეს სასახლეში. ხელმწიფეს საწოლში ჩააწვინეს, მისივე ქვეშაგები დაუგეს და გარშემო საფეწულები დაახვიეს. მაგრამ რა დააძინებდა კაცს, გამუდმებით იმას ფიქრობდა, როგორ დაეწია იქაურობისთვის თავი. თურმე ის ძვირფასი თვალი ერთ-ერთ საფეწულს მოეპარა და როცა სხვებმა დაიძინეს, მივიდა მისნის საწოლთან, ფეხებზე მოეხვია და შევედრა. არ გამთქვა ის თვალი რომ მოეპარეო. კაცმა გუშინ მადლობა გადაუხადა. საფეწულს ხმამაღლა კი უთხრა: მე ეგ ამბავი გუშინ მოვიცოდი, როგორც კი დაგინახე, მაშინვე შევიტყვე, რომ შენი მოპარული იყო. მაგრამ შემებრალე და არ გაგამხილე. ახლა წადი, მიდი საბატესთან ეგ მოპარული თვალი ერთბაც ჩააყლაპე და ცალიფრთან მოსტეხე. გათენდა მეორე დღე და მისანი მხიარულის სახით გამოვიდა მოედანზე. ამ დროს მეფეც მობრძანდა ამალასთან ერთად და მისანს კითხა: აბა შეიტყვე თუ არა, სად არის თვალიო. კაცმა ამოიღო უბიდან თავისი სამისნო წიგნი, გადაშალა და თქვა: გამორეკეთ მეფის ბატებიო.
გამორეკეს ბატები, ფრინველები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ, კითხავმა გადახედა და თქვა: ერთი ფრთამოტეხილი აკლიაო. მსახურებმა მართლაც იპოვეს ფრთამოტეხილი ბატი. ამას ჩაუყლაპავს თქვენი თვალი. გაუჭერით ჩიჩახვი და ამოუღეთ, თქვა მისანმა. გაუჭერს და მართლაც ამოუღეს ძვირფასი თვალი. ყველა გაკვირვებული დარჩა და მისანი ქებადიდებით აავსეს. მეფემ ურიცხვი საბოძვარი მისცა და ყველაფერთან ერთად თავისი ბედაურიც აჩუქა. კაცი თავის სიცოცხლეში ცხენზე არ მჯდარიყო და არ იცოდა როგორ გაეჭენებინა. თანაც ამ ცხენს ერთი ჩვეულება ჰქონდა. მოედანს გასცდებოდა თუ არა, მაშინვე მთელი ძალით გაჭენდებოდა ხოლმე. ცხენმა ახლაც არ უღალატა ჩვეულებას. კაცი შეშინდა და მორთო ყვირილი. მიშველეთო, ცხენი კი არ ჩერდებოდა. დაეტაკა მეფის საჯინიბოს, საჯინიბო დაინგრა და შიგრაც ცხენები იყო, დაიხოცა. მისანმა თავის მართლება დაიწყო. მოედანს გავცდი თუ არა, მაშინ შევიტყვე, რომ ეს საქმე დამემართებოდა. ვიძახე მიშველეთ მეთქი, მაგრამ არავინ მიშველა. მან ცხენი ისევ ხელმწიფეს დაუბრუნა. სამაგიეროდ მეფემ მას სხვა ურიცხვი საქონელი უბოძა. კაცი მიხვდა, რომ იქ აღარ დაეტკმებოდა სიმართლე. ოდესმე გამჟღავნებოდა და ეს ტყუილი მისნობად ზვირად დაუждდებოდა. ამიტომაც მივიდა თუ არა შინ, აიკრა გუდანაბად და სხვა ქვეყანაში გადასახლდა.